ჩვენ ისე ვაფასებთ და ვესწრაფით თავისუფლებას, რომ მტრად მიგვაჩნია, ვინც მას უპირისპირდება. თუმცა ადამიანები განსხვავებულ მნიშვნელობას დებენ მასში. მაგალითად, არარელიგიური ადამიანების უმრავლესობა თავისუფლებას უბრალოდ უკავშირებს გააზრებული არჩევანის კეთების უნარს. მაშინ, როდესაც ქრისტიანი თავისუფლებაში უპირველეს ყოვლისა სათნოებასა და გარკვეულ ცხოვრებისეულ გამოცდილებას გულისხმობს. მართლაც ქრისტე ამბობს, ყველა ვინც სოდავს სოდვის მონაა. შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგანთავისუფლეთ თქვენ. მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. თუ ძე გაგანთავისუფლეთ, ჭეშმარიტად თავისუფალნი იქნებით. ამ სიტყვებიდან შემდეგი ერთმანეთთან დაკავშირებული დასკვნების გაკეთება შეგვიძლია. იესო ქრისტეს მიხედვით მონობა და თავისუფლება უპირველეს ყოვლისა მორალური ფენომენია. აქედან გამომდინარე, თავისუფლების არსი გადმოიცემა არა იურიდიული, არამედ სულიერი კატეგორიებით. ეს ნიშნავს, რომ ჭეშმარიტი თავისუფლება პოლიტიკური და სოციალური ემანსიპაციის გზით კი არ მიიღწევა, არამედ იესო ქრისტეს მიერ, ანუ მისი მცნებების მორჩილებით. და ბოლოს, რაც უფრო ახლოსაა ადამიანი ღმერთთან, მით უფრო კარგად ესმის თავისუფლების არსი. ამიტომ გონივრული იქნება ამ ბოლო დებულებით ვისარგებლოთ თავისუფლების სხვადასხვა გაგების ერთმანეთთან შესადარებლად. ამ მიზნით ასევე გამოვიყენებთ ქრისტიანულ სწავლებას, რომლის მიხედვით ადამიანის სხეულისგან, საფშინველისა და სულისგან შედგება. გასაგებია სხეულში რა იგულისხმება. რაც შეეხება საფშინველს, რომელსაც ქართველები იშვიათად ვიყენებთ ადამიანზე საუბრისას, ბერძნულად შეესაბამება ტერმინი ფსიხე, რუსულად კი დუშა. წმინდა გრიგოლ ნოსელი თავის შრომაში შესაქმისათვის კაცისა მასზე წერს, რომ საფშინველი არის არამატერიალური არსი, რომელიც სხეულს სიცოცხლესა და ცნობიერებას ძენს. ამის მსგავსად, სხვა წმინდა მამებიც აცხადებენ, რომ ადამიანის საფშინველი მოიცავს გონებას, ნებასა და გზნობებს. გონებისა და ნების გამოყენებით ადამიანი გააზრებულ არჩევანს აკეთებს, რაც ჩვენს ზნეობრიობას განსაზღვრავს, რადგან ასეთი არჩევანი ხშირად მოყვასის ინტერესებთანაა კავშირში. ხოლო სულს, რომელსაც ბერძნულად პნევმა შეესაბამება, რუსულად კი დუხ, წმინდა მამები საფშინველის უმაღლეს ნაწილს და მის ღვთაებრივ ცენტრს უწოდებენ. ის ღვთაებრივი მადლის მოქმედებით ღმერთთან ურთიერთობის, მისი შემეცნებისა და ჭვრეტის უნარით იმოსება. სოდვის დაცემის შემდეგ ჩვენი საფშინველი მიწისკენ მიიქცა და ნებებს დაექვემდებარა. სული კი, როცა მასზე ღვთის მადლი იწყებს მოქმედებას, ადამიანს ღმერთისა და სიწმინდისკენ მისწრაფებას უბრუნებს. როდესაც ადამიანი ძალიან შორსაა ღმერთისგან და ცხოვრების მიზანს მხოლოდ ხორციელი სიამოვნებების მიღებაში ხედავს, მაშინ მისთვის თავისუფლების არსი დაიყვანება სხვადასხვა სიამოვნებებს შორის არჩევანის გაკეთების გარანტირებულ უფლებაზე. ამიტომაა, რომ თანამედროვე ადამიანების უმრავლესობა თავისუფლებაზე საუბრისას საკუთარი უფლებების დაცვაზე იწყებს საუბარს და ფიქრობს, რომ მისეული თავისუფლების რეალიზაციისთვის საკმარისია საკანონმდებლო გარანტიები და მატერიალური კეთილდღეობა. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ საფშინველის დონეზე ადამიანი უკვე აკეთებს ზნეობრივ არჩევანს. თუ ადამიანი არარელიგიურია, მაგრამ მტკიცე ზნეობრივი პრინციპები გააჩნია, ასეთებს კერკეგორი ეთიკურ ადამიანებს უწოდებს. ის თვლის, რომ თავისუფალია თუ ხელს არაფერი უშლის თავის ზნეობრივ პრინციპებს დაუბრკოლებლად მისდიოს. სწორედ ეს არის ზნეობრივი თავისუფლების არსი. შემთხვევითი არაა, რომ კანტი თავის ღმერთისგან დამოუკიდებელ ეთიკასა და ადამიანურ თავისუფლებას პასუხისგებლობის გზნობასა და უნივერსალური მორალური პრინციპის მორჩილებაზე აფუძნებს. რაც შეეხება სულიერ თავისუფლებას, ადამიანი მაშინ არის სულიერად თავისუფალი, როდესაც მასში თავისუფლად იწყებს მოქმედებას სულიწმინდა, რაც გულის ნებებისგან განწმენდას მოსდევს. სულიერ თავისუფლებას ადამიანის ბუნების შეზღუდულობაზე ამაღლება, ანუ მისგან განთავისუფლება მოაქვს. მისი ერთ-ერთი ნიშანია თვითმტრების სიყვარული. ნეტარი ავგუსტინე მეორე ნიშანზეც საუბრობს. ზოგიერთი ფილოსოფოსი მას მეორე რიგის თავისუფლებას უწოდებს. ის გონების გულზე, ანუ ნებელობაზე ბატონობის დაბრუნებას გულისხმობს. ეს ის უნარია, რომელიც ადამიანის სოდით დაცემისას დავკარგეთ. ამ დროს გულს უყვარდება ის, რასაც გონება უბრძანებს და იძულებს მას, რასაც გონება ugძალავს. სულიერად თავისუფალ ადამიანს გულსწრაფად უყვარს მტრები და ძურს ცოდვა, რადგან ასე მოითხოვს მისგან უფლის ცნებები, რომელიც გულს გონებით მიეწოდება.